თამარ ტალიაშვილის შეხვედრა დონალდ ტრამპთან, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალი ეტაპი. მას ასევე გადავლეთ საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისათვის, რომ გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში. თბილისის გზავნილი ვაშინგტონს. შეხვედრა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელის, როდის ჩამოართმევს ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს. ვეცდებით, რომ რუსეთის, უკრაინის და ამერიკის პრეზიდენტებს შორის პირისპირი შეხვედრა გავმართოთ. მოსკოვის და კიევის გზა სტამბოლში მიდის. რას ფიქრობს ვაშინგტონი? შეხვედრა ზელენსკის და პუტინს შორის 3 თვის წინ უნდა შემდგარიყო. ახლა ვფიქრობ, რომ კი შეხვედრა იქნება. თბილისის მურალ ფესტი, მეშვიდეთ საქართველოში და კიდევ 12 ახალი ნამუშევარი. ყოველთვის მინდოდა დამეხატა რაიმე ისეთი, რაც ახლოს იქნებოდა ქართულ ცეკვასთან, კულტურასა და ტრადიციებთან. სად და რას ხატავენ ქართველი და უცხოელი ხელოვანები. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალი ეტაპი საქართველოს ელჩი თეთრ სახლში და თამარ ტალიაშვილის შეხვედრა დონალდ ტრამპთან, რწმუნებათა სიგელები გადაცემულია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებისთვის მზაობას საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს. თბილისის პოზიცია ვაშინგტონს თამარ ტალიაშვილმა გააცნო და ამერიკის 47 პრეზიდენტს გადასცა. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრებოდა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დადებითად აფასებს. შტატებში გამართული შეხვედრების დროს გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა განმტკიცდეს და გაძლიერდეს. დადებითი შეფასებები კეთდება თბილისშიც, სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. ლელა ჯავახიშვილს ვთავთ კურიერის პირდაპირ ეთერში. ლელა, ვინ როგორ აფასებს თბილისში, ვაშინგტონში შემდგარ შეხვედრას? პოზიტიური იმპულსი პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის. ასე ხედავს სახელმწიფო პარტია პროცედურას, რომელიც თავის მხრივ აუცილებელი ნაბიჯია დიპლომატიური მისიის დასაწყებად. ამაზე არც ოპოზიცია დაობს, თუმცა პროტოკოლური დატვირთვის მიღმა პოლიტიკურ შინაარსში არ შედის. ფაქტია, რომ რწმუნებათა სიგელები პოლიტიკურ გზავნილებთან ერთად საქართველოს ელჩისგან ამერიკის პრეზიდენტმა პირადად ჩაიბარა. რა იქნება შემდგომ? ხელისუფლების მოლოდინი და სურვილია, რომ შეერთებულ შტატებთან ბოლო დროს დაზიანებული თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო ნიშნულზე გაძლიერდეს. ნიშნულოვანი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელები ჩაიბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამარ ტალიაშვილი ვაშინგტონში დიპლომატიური მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ახლად დანიშნული ელჩის პირველივე ნაბიჯი თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელებთან ერთად იმ გზავნილის მიტანა იყო, რომ ხელისუფლება მზადაა შტატებთან თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან აღადგინოს. დიპლომატია ამერიკის ოქროს ხანისთვის, ასე უყურებს საკითხს ამერიკული მხარეც. ამ სათაურით განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურმა გაავრცელა. თეთრმა სახლმა გუშინ საქართველოსთან ერთად კიდევ 11 ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. ხოდა პატივი გადამეცა რწმუნებათა სიგელები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისათვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები და ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. საქართველოს ხელისუფლება არის მზად იმისათვის, რომ გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებლოს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო ურთიერთობები. შეხვედრა იყო ძალიან თბილი, მეგობრულ გარემოში ჩატარდა. ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი ბატონი მარკო რუბიო და მინდა მადლობა გადაუხადო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციას იმისათვის, რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნამდვილად ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ხელშეწყობა იმისათვის, რომ ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო. ფაქტი, რომ ელჩის საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელი ტექნიკური პროცედურები უმოკლეს ვადაში მოგვარდა სახელმწიფო პარტიისთვის პოზიტიურ მოლოდინს აჩენს. თეთრ სახლში გამართულ დიპლომატიურ მიღებას ქართულ ოცნებაში შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს უწოდებენ და ამბობენ, რომ თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს ურთიერთსასარგებლო ნიშნულზე. საზოგადოება მიხილათ, როგორი თბილი
და მეგობრული შეხვედრა გაიმართა თამარ ტალიაშვილს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის. თქვენ იცით რა მოკლე დროში მოგვარდა ყველა ეს ტექნიკური საკითხი, რომელიც უფლებამოსილების სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით იყო აუცილებელი. იქ იყო სახელმწიფო მდივანი ამ შეხვედრაზე იყო საუბარი საქართველო-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე. ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი იქნა გადადგმული იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ნიშნულიდან და ის იყოს ურთიერთსასარგებლო ორივე ერისთვის. ის რაც უმრავლესობისთვის პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯია, რიგითი პროცედურული საკითხია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრა და მისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა არაფერს ნიშნავს. როდესაც ორ ქვეყანას შორის არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, არსებობს ამ ქვეყნებში საელჩოები, იქ ხდება პროტოკოლური ღონისძიებების დაგეგმვაც და ჩატარებაც. პროტოკოლური ღონისძიებების ნაწილი არის, რა თქმა უნდა, ახლად დანიშნული ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემა. ეს არის ჩვეულებრივი ფორმალური დიპლომატიური ღონისძიება. რა თქმა უნდა, ამერიკა და ვაშინგტონი მოითხოვს ახალარჩევნებს სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არამხოლოდ არ გადაიტვირთება ურთიერთობები, პირიქით შევა. ელდაეცა ახლა ოპოზიციას მით უმეტეს წინა საარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ოპოზიციის პოზიცია არც უმრავლესობაში უკვირთ და არც საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. ამბობენ, რომ დიპლომატიური შეხვედრით, რაც პოლიტიკურად პოზიტიური გზავნილია, ხელისუფლების ოპონენტები სასოწარკვეთილები არიან. ეს რა თქმა უნდა, მათი ინტერესებში არ შედის, არამხოლოდ მათი, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესებს აბსოლუტურად ცდება. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა და ამისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა იქნას შემუშავებული, რასაც მიყვება ორივე მხარე, ამერიკულის და ქართულის. თამარ ტალიაშვილი, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, ამერიკაში ელჩად რამდენიმე თვის წინ წარადგინეს. დიპლომატმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი, ანუ სახელმწიფოსგან თანხმობა გასულ თვეს მიიღო. სწორედ იმ დღეს, როდესაც საქართველოში ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი გადადგა. ახლა უკვე რწმუნებათა სიგელებიც მიღებულია. თამარ ტალიაშვილს დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უშუალოდ დონალდ ტრამპმა უსურვა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულია ჯერი ახლა ევროპაზია, თუმცა იქამდე თბილისი ევროკავშირისგან პასუხების მოლოდინში. ამ ფონზე კი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი უსაფუძვლო ბრალდებებსა და რუსული სტილის შეთქმულების თეორიებზე საუბრობს. ევროკავშირის მხრიდან რუსული იარლიყის მიკერება ბევრ კითხვაზე პასუხია ქვეყნის პირველი კანონმდებლისთვის. სახელისუფლებო პარტია არგუმენტებს ითხოვს და ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს. რატომ ერევიან პარტნიორები ქვეყნის შიდა საქმეებში, რატომ მოქმედებენ ორმაგი სტანდარტით და ახალისებენ ძალადობას. ქართული ოცნება მტრის ხატით მანიპულირების საკითხის გააქტიურებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. პასუხია გასაცემი ძალიან ბევრ ლეგიტიმურ კითხვაზე, რომელიც გააჩნია ქართულ ხალხს. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რადიკალური პროცესების დაფინანსება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობა. შეკითხვა ბევრია, ადრესატი კი ქართული ოცნების თქმით ევროკავშირის ბიუროკრატია. მართველი გუნდის ლიდერებისთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც ევროკავშირის პრეს-სპიკერმა დეზინფორმაციის გავრცელებასა და პაվել ჰერჩინსკისთან დაკავშირებით გააკეთა. მართველი გუნდის ლიდერები უახლოეს წარსულს საქართველოში ევროკავშირის ელჩის ქმედებებსა და განცხადებებს იხსენებენ. ამბობენ, რომ ჰერჩინსკი საქართველოს შიდა საქმეებში არაერთხელ ჩაერია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მაგალითად წინა საარჩევნოდ პაվել ჰერჩინსკი რა განცხადებებით გამოდიოდა და როგორ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორ მოუწოდებდა საზოგადოებას პირდაპირ რადიკალების ხარდაჭერას. ამ ყველაფრის ფონზე ეს რაღაცა დახმარების და ხარდაჭერის წერილი ღიმილის მონგრელია. გაცვდა უკვე ეს მიდგომა ტყუილის დაბრალების, რუსულის მიწებების და ამ იარლიყის ქვეშ დისკრედიტაციის მცდელობის. წლებია უკვე ჩვენ ვისმენთ ამ ყველაფერს და როდესაც არანაირი დასტური და მტკიცებულება არ არსებობს, როდესაც სანქციების გვერდისავლასთან დაკავშირებით მაგალითად არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მონაწილეობს ამ რთულ პროცესში, ხოლო ქართული მხარე იყო ძალიან ბევრჯერ გამართლებული და ერთ-ერთი ფაქტი ვერ აღმოაჩინეს ამ თვალსაზრისით. ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ საბოლოო
ჯამში არჩევნებია მოახლოებული და საზოგადოების თვალში მოხდეს გაშავება გარკვეული სახით მართველი გუნდის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში პრესპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ აქტორებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აქცენტს რუსული სტილის შეთქმულების თეორიებზე აკეთებს. ანუარ ელანუნის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ევროკავშირის პრესპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად რუსულის იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად ბევრ რამეზე პასუხია. სიტყვა რუსული დღეს ქართული ოპოზიციის განცხადებებშიც ხშირად ისმოდა. ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის პრესპიკერის განცხადების სულისკვეთებას სრულად იზიარებენ. ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ჩვენ ვიცით თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი. ბოლოდროინდელი თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე, ბატონ ჰერჩინსკიზე, მხოლოდ გაგრძელებაა იმ რუსული საბოტაჟისა, რომელსაც ქართული ოცნება უკვე წლების განმავლობაში ეწევა. პარტნიორული ურთიერთობების ნაცვლად საბჭოთა მეთოდების გამოყენება. ქართული ოცნების ლიდერები ევროკავშირის მხრიდან უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ. ხალხის ძალისთვის ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება წინა საარჩევნო საზოგადოების მოტყუების და დეზინფორმაციის გზით მთავრობის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. გახსოვს ალბათ მარშები, დემარშები და ასე შემდეგ. გახსოვს ასევე მაგალითად ისვედის რომელიც დაფინანსებულია დასავლეთიდან, მათ მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობა. გვახსოვს ასევე, როცა აქტიური მცდელობა იყო, რომ გაეხლიჩათ საზოგადოება და ხელისუფლება თითქოს ერთი სხვა იყო და მეორე სხვა, თუმცა ეხლა როცა მათ სასურველი შედეგი ვერ მიიღეს ბოლო არჩევნებში, სადაც პირდაპირ პავლე ჰერჩინსკი უშუალოდ ერეოდა და მოუწოდებდა, რომ მათთვის სასურველი შედეგი დაეყენებინათ ამორჩევლებს, შემდეგ უკვე დაემუქრენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციას გაუქმებენ. ეს არის თითქოს და მარტივი ინსტრუმენტი, რომ ყველაფერი გადაფარო და ყველაფერს დაარქვა რუსული, მაგრამ გახსოვთ ალბათ გამჭვირვალობის შესახებ კანონის რუსულად მონათვლის შემდეგ, როცა პასუხი არ მოიძებნა, რატომ იყო ის რუსული და შემდეგ უკვე მოიფიქრეს, უბრალოდ მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ რატომ იყო რუსული, კითხვაზე მათ გაცეს პასუხი, რომ იმიტომ. დღეს ევროკავშირის პრესპიკერის განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. განცხადებაში წერია, რომ შვედეთი გმობს საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას. შვედეთის საგარეო უწყებას მალევე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, არასერიოზულია შვედეთის საგარეო უწყების გზავნილი, მაშინ როცა ამავე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს აკეთებდა. განცხადებას შალვა პაპუაშვილმა ვიდეოც დაურთო. თქვენ უნდა დაანახოთ სოფლიოს თქვენი აღშფოთება, გადით ქუჩებში, მშვიდობიანი პროტესტები უნდა გაფართოვდეს. გახსოვთ მაიდანის რევოლუცია უკრაინაში. ხალხი იყო, ძალიან დიდი პროტესტი იყო მაიდანზე და ხდებოდა რევოლუციური ღონისძიებები, მაგრამ ძალადობით მოხდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება. სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის ერიკ ოტოსონის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია. ევროკავშირის პრესპიკერმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. ერთობის გზების ძიებაში დაკარგული ოპოზიცია საკუთარ რიგებში ისევ მოღალატეებს ითვლის. ის, ვინც ოპოზიციიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მარცხისთვის არის განწირული. მოქმედმა და ყოფილმა ნაციონალებმა კოლეგებს პოლიტიკური ვერდიქტიც გამოუტანეს. მათივე მხრიდან პოლიტიკურ დეზერტირებად ცხადდებიან ლელოსა და გახარიას გუნდები. იმას, რასაც ნაციონალური მოძრაობა ბრძოლის ველიდან გაქცევას არქმევს, ქვეყნიდან წასული გახარიას გუნდი პროტესტის გაფართოებას უწოდებს. ბოიკოტი უმოქმედობად მიაჩნია ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდსაც, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს გაეფიცა. ოპოზიციაში ქაოსია, თუმცა ეს არ უყვირს მმართველ გუნდს. ამ ფონზე კი ქართული ოცნება მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა, ეს არის არასწორი ქმედება, დეზერტირობა,
ქართული ნაციონალური მოძრაობა ერთ დროს კოლეგა ოპოზიციონერებს ახლა პოლიტიკურ დეზერტირება დაცხადებს. საქმე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხაზარაძის ლელოს და გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას ეხება. სააგაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა საერთო სტრატეგიას უღალატა. ვაპირებთ პოლიტიკურად გარდაცვლილებზე, პოლიტიკურ დეზერტირებზე საუბარს. მათ თავიანთი არჩევანი გააკეთეს და ამ არჩევანთან დაკავშირებით ამომრჩეველი, თავისივე ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას. ის რომ ლელოს და გახარიას პარტიას მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ქართულ ოცნებას აძლიერებენ. ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობენ ლელოში. პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტში დარჩენილები პასიურ რეჟიმში გადავიდნენ და ბრძოლას უმოქმედობა ამჯობინეს. ვერც იმას მალავენ, რომ ოპოზიცია საერთო მიზნის მიღწევაში ერთიანი არ აღმოჩნდა. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ძალისხმევის გაერთიანება, ბოიკოტი მიგვაჩნია უმოქმედობა, ჩვენ ბოიკოტი მიგვაჩნია პასიურ მდგომარეობაში ყოფნათ, ამიტომაც ვარჩიეთ აქტიური ბრძოლის გზა, რაც ნიშნავს ამ ბრძოლაში შესვლას და კამპანიის წარმოებას. არის მუნიციპალური არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ გავაფართოვოთ პროტესტი. მიმდინარეობს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია ლელოსთან ერთად, რათა მოვძებნოთ ისეთი არაპარტიული დამოუკიდებელი კანდიდატები, ვისაც უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება არა მხოლოდ ჩვენი ორი პარტიის მხარდამჭერებისგან, არამედ იმ პარტიების წარმომადგენლებისგან, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ იმყოფებიან ბოიკოტის რეჟიმში. ოპოზიციამ ერთმანეთს ამ პროცესშიც უღალატა. ასეთია გირჩის პოზიცია. თავად კი 4 ოქტომბრისთვის ემზადებიან და აპირებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად გამოიყენონ. ჩვენ გადაწყვეტეთ, რომ ეს არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პარტიის გაძლიერებისთვის. რატომ იღებენ ან არ იღებენ, ან როცა იღებენ ეს უცნაური გზით არჩევნებში მონაწილეობას ის ხალხი, რომელიც 9 თვის წინ ამბობდა, რომ ერთნი ვართო, ერთი გაერთიანება ვართო, ვისაც გინდათ იმას ხმა მიეციო, ხმარ დაიკარგოს და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის საბოლოოში არ არის მნიშვნელოვანი. აუხსნელი მიზეზებიდან გამომდინარე, პარტიებმა თვითლიკვიდაციის რეჟიმი აირჩიეს. ისინი ერთად იყვნენ. და იმის ასალოდ ერთად გააგრძელებინათ რაღაც პროცესი, იქნებოდა ეს ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა, ერთმანეთს უღალატეს. ოპოზიციის დაპირისპირება უცხო არ არის მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები გარე ინსტრუქციებით მოქმედებენ და ცდილობენ დესტრუქცია ქუჩის გარდა თვითმმართველ ორგანოებშიც შეიტანონ. თავად ოპოზიციას არავითარი სცენარი არ აქვს, ისინი ასრულებენ თაყვეთას და მათ აქვთ ასეთი გეგმა დავალებული, რომ დესტრუქციული ქმედებები ორ მიმართულებად გაყონ, ერთი რომ შეინარჩუნონ ქუჩა და მეორე რომ თვითმმართველობებში ისევ დესტრუქციისათვის სადმე თითოეულა კაცი მაინც გაიყვანონ. ისე რომ არჩევნებში მონაწილე დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილის და ქუჩაში დარჩენილი თითქოს ისინი გაემიჯნენ არჩევნებში მონაწილე დესტრუქციულ ოპოზიციას და ისინი სხვანი არიან, ისინი არიან ერთნი. წარმოადგენენ აგენტურულ რადიკალურ ოპოზიციას, ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას, აბრალებენ ყველაფერს, თუმცა მეორე მხრივ შეგვიძლია ასევე ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად ეს საგარეო კუთხით დავალებების მიცემთა მხრიდან იქნება ეს სცენარად გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში მოხდეს გამიჯნა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში და საზოგადოების მოტყუების მცდელობას კონდეს ადგილი, თითქოს არსებობს რაღაც ისეთი ძალა, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არ არის კავშირში და მათი ცოდვებით და დანაშაულებით არ არის დამძიმებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ სცენარმა ვერ იმუშავა ვერც ერთ შემთხვევაში. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერს და საკრებულოს წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. სტრატეგიული ინტერესების სტრატეგიული პარტნიორობის საპასუხოდ დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის დაწესებული 30%-იანი ტარიფები ძალაში 5 დღეში შევა. არც ერთი ნაბიჯი უკან სხვა სუბიექტების სასარგებლოდ. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის პოზიცია ისევ უცვლელია. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ბრიუსელთან სავაჭრო ურთიერთობები შტატებისთვის მომგებიანი არ არის. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი დიპლომატიაზე უარს არ ამბობს. ხვალ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება. ვინ რა შედეგს ელის შოტლანდიაში დაგეგმილი შეხვედრიდან. ლუკა ჩანგელია კურიერის სტუდიაში თემის დეტალებით. ლუკა, რა გეგმა აქვს დონალდ ტრამპს და დათმობს თუ არა ევროკავშირის შტატების სასარგებლოდ პოზიციებს?
დათმობს თუ არა ევროკავშირის შტატების სასარგებლოდ პოზიციებს, ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი ალბათ ხვალ გაეცემა ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ, თუმცა მანამდე შეგვიძლია გავიხსენოთ დონალდ ტრამპის და მისი გუნდის სლოგანი. წინა საარჩევნო კამპანიის დროს და ახლაც ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რაზეც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი და სწორედ ამ მოტივით ის აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებთან და მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებთან, როგორც ამ შემთხვევაში არის ევროკავშირი. დონალდ ტრამპი ხაზგასმით ამბობს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ შედგება, ვიდრე არ შესრულდება ის მოთხოვნები, რაც შეიძლება ოფიციალურ ვაშინგტონს ჰქონდეს. და როდესაც ისმის კითხვა, რა სახის მოთხოვნებზე არის ამ შემთხვევაში, საუბარი პასუხი არის მარტივი. ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თვითმბრუნვა ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ და ვაშინგტონმა უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ფინანსური სარგებელი ბრიუსელისგან. ამას მოწმობს ბოლო დროს ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც, ჩვენ ვნახეთ უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან და ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესყიდული იარაღი, რომელიც ერთი მხრივ გამოცხადდა როგორც თეთრი სახლის დახმარება უკრაინისთვის, ხოლო მეორე მხრივ მასში ფინანსური წილი უშუალოდ ნატოს წევრმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაიღეს. საინტერესო არის ბოლო დროს ტარიფებთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები იაპონიასთან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა მოახერხა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 50%-იანი ტარიფები დარჩა იაპონიისთვის და ამის პარალელურად დაითანხმა იაპონია იმაზეც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გახსნის ქარხნებს და ამ ქარხნებიდან მიღებული სარგებლის უმეტესობა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში ჩაირიცხება. ხვალ არის ის დღე, რასაც ახლა მთელი მსოფლიო ელოდება, შოტლანდიაში ჩავა ურსულა ფონ დერ ლაიენი, ის დაელაპარაკება ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს, თუმცა ვიდრე ეს მოხდება, მანამდე ჩვენ დღეს უკვე ვიხილეთ კომენტარები, რომელიც ერთი მხრივ ბრიუსელიდან და მეორე მხრივ შოტლანდიიდან გაკეთდა, სადაც დონალდ ტრამპი იმყოფება. კვირა შევხვდები ევროკავშირის წარმომადგენლებს და კონკრეტულ შეთანხმებაზე ვიმუშავებთ. ნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აქ იქნება, ასე რომ მოუთმენლად ველით კომუნიკაციას. არ ვიცი მოლაპარაკების შანსები ევროკავშირთან ტარიფებზე 50-50-ზეა. ფაქტი ის არის, რომ საოცარი 6 თვე გვქონდა და ეს ერთგვარი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის. ყურადღება უნდა გავამოხილოთ მიგრაციის საკითხზეც. გასულ თვეს არავინ შემოსულა ჩვენს ქვეყანაში, არავინ. ჩვენ შევაჩერეთ ეს ბაიდენი სრულიად კრეტინი იყო და იმას, რაც მან დაუშვა, ევროპაც უშვებს. ევროპამ უნდა შეაჩეროს ეს საშინელი შემოსევა, რომელიც ხდება ბევრ ქვეყანაში. ზოგიერთმა ადამიანმა, ზოგიერთმა ლიდერმა არ დაუშვა ეს. მე შემიძლია ახლავე დაგესახელოთ ისინი, მაგრამ არ ვაპირებ სხვების შერცხვენას. ვიმეორებ, შევაჩეროთ ეს, რადგან მიგრაცია კლავს ევროპას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შევთანხმდით შევხვდეთ კვირა შოტლანდიაში, რათა განვიხილოთ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუ როგორ შეგვიძლია მტკიცეთ, შევინარჩუნოთ ის. იზი ჩვენ ახლახანს ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ბოლო კომენტარი, სადაც დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციის საკითხზეც. ეს არის პრობლემა, რომელსაც ის ებრძვის როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ოკეანის მიღმაც და ეს გამოიკვეთა კიდეც მისი განცხადებებისგან. ტრამპი მისი პარტნიორი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ გაკონტროლდეს საზღვრები და ასევე ქვეყანაში უკანონოდ შესული პირთა აღრიცხვა მოხდეს, რათა ნებისმიერი ქვეყანა პარტნიორობის კუთხით, ასევე ამერიკელებისთვის ვიზიტის კუთხით იყოს უსაფრთხო. ამას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი, ის არ მალავს იმასაც, რომ ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს ვაშინგტონს და ეს დიდება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ოკეანის მიღმა ევროპის კონტინენტზე, აზიაში და მათ შორის ევროკავშირზეც ვრცელდება. მადლობა ლუკა, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ლუკა ჩანგელია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. სოფლიო ყურადღების ცენტრშია თურქეთიც, კიევისა და მოსკოვის გზები შესაძლოა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე გადაიკვეთოს. სტამბოლი დიდი შერიგების მოლოდინშია. ერთი ქალაქი, ერთი მაგიდა და სამი ლიდერი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს-უკრაინელ და ამერიკელ კოლეგებს თურქეთში ეპატიჟება. მთავარი მედიატორი სამმხრივ შეხვედრას მიესალმება, თუმცა არც იმას მალავს, რომ დიდი შერიგება დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. სანამ ოფიციალური ანკარა წამზომს ჩართავს და მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს, არ ჩერდება რუსეთი, რომელიც უკრაინულ ქალაქებს ისევ ბომბავს. ომის 1246 დღეს უკრაინაში ისევ აფეთქებების ხმა ისმის. მოსახლეობა რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს და რაკეტებს ბომბ თავშესაფრებში ემალება, თუმცა აფეთქებით გამოწვეული შემზარავი ხმა აქაც აღწევს. კრემლის მთავარი სამიზნე კვლავ უკრაინული ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა.
235 უპილოტო საფრენი აპარატით და 27 რაკეტით დნიპროსა და ხარკოვზე მიტანილ იერიშებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი საშიში ღამე ჯერ არ ყოფილა, ყველას ძალიან შეგვეშინდა. შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას აფასებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი მეომრებს მადლობას უხდის, აქცენტს სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე აკეთებს და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას ითხოვს. მინდა მადლობა გადაუხადო რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ ჩვენს ყველა დანაყოფს. უზრუნველყოფთ უკრაინელი მეომრებისთვის იარაღის საიმედო გადაცემას. დამტკიცებულია გეგმა, რომ დღეში 500-დან 1000-მდე გამანადგურებელი მივიღოთ, რაც ადვილი არ არის. ჩვენი კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან გრძელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ზაფხულს არც ერთი დღე არ დაიკარგოს და რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს. ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ომზე საუბრობს მშვიდობის დასამყარებლად ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მასპინძლობისთვის ემზადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე განცხადებას აკეთებს ოფიციალური ანკარაც. ნათქვამია, რომ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პროგრესი უკვე მიღწეულია. უკრაინის დელეგაცია ჩვენთან ერთად ანკარაში შეიკრიბა. მე მივიღე ისინი, შეხვედრები მქონდა. რა თქმა უნდა, ასევე ვესაუბრე ბატონ ვლადიმერ პუტინს და ვთხოვე მხარი დაუჭიროს ჩემს ინიციატივას ლიდერების შეხვედრის შესახებ. მომდევნო კვირას დავრეკავ დონალდ ტრამპთანაც. ვეცდებით, რომ რუსეთის, უკრაინის და ამერიკის პრეზიდენტებს შორის პირისპირი შეხვედრა გავმართოთ. რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ეს ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო. დონალდ ტრამპი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს. შეხვედრა ზელენსკის და პუტინს შორის 3 თვის წინ უნდა შემდგარიყო. ახლა ვფიქრობ, რომ კი, შეხვედრა იქნება. აქვე ვიტყვი, რომ მეორადი სანქციების დაწესებას რუსეთისთვის 50 დღიან ვადაზე ადრეც არ გამოვრიცხავ. სანამ ახალ სანქციებს ვაშინგტონი დააწესებს, ბრიუსელი იმ სახელმწიფოებს ამოწმებს, რომლებსაც შესაძლოა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდი აევლოთ. პოლონური მედია იუწყება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დირექტივის შეუსრულებლობის გამო ევროკომისიამ პოლონეთისა და კიდევ 18 ქვეყნის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. მედიის ცნობით, დაწესებულ სანქციებს არღვევს ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, უნგრეთი, ავსტრია და კიდევ 10 ქვეყანა. ბრიუსელის გამოძიებაზე არ საუბრობს, თუმცა უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინა რუსეთთან მდებარე ბუფერულ ზონად იქცა. უნგრელები ახლახან გამოიქცნენ ამ მდგომარეობიდან. ცივი ომის დროს ჩვენც ვიყავით ბუფერული ქვეყანა. არ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, მაგრამ ვიყავით საბჭოთა კავშირის დასავლეთ პერიმეტრზე. დასავლეთი სამყაროს აღმოსავლეთ პერიმეტრზე, მაგრამ ვიყავით ბუფერი. ჩვენ არ გვინდა ამ პოზიციაზე დაბრუნება. უკრაინა ამჟამად ასეთ სიტუაციაშია. ეს შეიძლება იყოს არაკომფორტული, შეიძლება არ იყოს კარგი და ვიღაცას შეიძლება სურდეს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას მისამართის შეცვლა არ შეუძლია. უკრაინას მისამართის შეცვლა არ შეუძლია. არ იცვლება არც საომარი ვითარება, რომელიც ქვეყანაში უკვე 3 წელია მძვინვარებს. 2022 წლიდან დღემდე კიევსა და მოსკოვს შორის შემდგარი არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, მხარეები ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ისევ ვერ ახერხებენ. სოფლიო მხოლოდ ომის ცეცხლს არ ებრძვის. ტყის ხანძრებმა თურქეთი, ალბანეთი და საბერძნეთი მოიცვა. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს. განსაკუთრებით კრიტიკული ვითარება მეზობელ ქვეყანაშია. თურქეთში მეხუთე დღეა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ზოგიერთი ტურისტული ზონა დაიხურა საბერძნეთში, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ალბანეთში, სადაც ცეცხლის ძირითადი კერები საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ტყის ხანძრები, მაღალი ტემპერატურა და მძიმე კლიმატური პირობები თურქეთში, ალბანეთსა და კვიპროსში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. თურქეთში გარდაცვლილებს შორის არიან მეხანძრე მაშველები, რომლებიც მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ. ქვეყანაში მასობრივი ხანძრის გაჩენის მიზეზი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა გახდა. ხელისუფლებამ ზოგიერთი ტურისტული ზონა დახურა.
ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან კვიპროსის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. 100 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელებული ცეცხლი და ევაკუირებული მოსახლეობა. სოფელ ლოფოუში 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. კვიპროს ვერტმფრენებით და თვითმფრინავებით ეხმარება იორდანია, ისრაელი და ესპანეთი. როდესაც გათენდა ბიბლიური მასშტაბის კატასტროფა დავინახეთ. ეს აღუწერელი ტრაგედიაა ყველასთვის, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის. სამწუხაროდ ის 64, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ვუფრთხილდებოდით, აღარ გვექნება. ხანძარს ებრძვიან ალბანეთშიც. სტიქიასთან საბრძოლველად კი საბერძნეთმა და იტალიამ ქვეყანას 4 თვითმფრინავი და საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები უკვე გაუგზავნა. ბოლო პერიოდში ხანძრების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით იმერეთის პოლიციამ 2 პირი დააკავა. უკრაინის მოქალაქეებს 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 184 შეკვლა დაფასოებული მეთადონი ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციო სხვადასხვა ადგილზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. განათლების მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში და მაღალი რანგის შეხვედრები. გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობისა და ისტორიული მეგობრობის მნიშვნელობა. შეხვედრებზე განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების გეგმები. აგვისტოდან აქტიურად დაიწყებს მუშაობას ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამინისტროების წარმომადგენლებს გააერთიანებს. საქართველოს განათლების მინისტრმა პირველი ოფიციალური შეხვედრა მეზობელ ქვეყანაში გამართა. აზერბაიჯანსა და ჩვენს ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მინისტრებმა შეხვედრაზე ყურადღება უწყებებს შორის ურთიერთობების გააქტიურებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე გაამახვილეს. დინამიკა ორმხრივი ურთიერთობების არის საკმაოდ კარგი, თუმცა არის არეალი ამ დინამიკის კიდევ უფრო დასაჩქარებლად პოზიტიური თვალსაზრისით გასაფართოებლად და გვაქვს შესაძლებლობები, რომ არაერთი მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ. შევთანხმდით, რომ აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდების ერთობლივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ ყოველწლიურად დავაფინანსებთ ერთობლივად კონკრეტულ პროექტებს. ჯერა რომ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენ შორის უკვე არსებულ დადებით და მეგობრულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ერთად ბევრი ინიციატივას განვახორციელებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკი ამის კარგი მაგალითია, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა ჩვენს მომავალ თანამშრომლობას ერთად ჩაუყარეს საფუძველი. ჩვენ პოზიტიურ კავშირებს დავამყარებთ ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის. ასევე ხელს შევუწყობთ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე. საუბარი შედგა ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე, გაღვივებაზე, მათ შორის სამეცნიერო მიმართულებით, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა, ხვალინდელი დღე ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ზუსტად ამ მიმართულებით, ეს იყო ის პრიორიტეტები, რომელიც ხაზგასმული იყო შეხვედრებზე. ახალგაზრდობის როლი საქართველოს-აზერბაიჯანის ურთიერთობების გამტკიცებაში და ციფრული რევოლუცია, გამოწვევები და შესაძლებლობები მომავლისთვის. ეს ის თემებია, რომელიც ორი ქვეყნის ახალგაზრდები დააკავშირა და ფორუმზე გააერთიანა. ფორუმის ჩატარება საქართველოშიც იგეგმება. ეს ყველაფერი დაიწყო აპრილში, როდესაც აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და მათი ინიციატივითა და მითითებით გაიგეგმა აღნიშნული ღონისძიება. დღეს კი უკვე ამ ინიციატივის ფარგლებში ტარდება ახალგაზრდული ფორუმი. ვფიქრობ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ძმული ურთიერთობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ მეზობელი ქვეყნები. შემდეგი ეტაპი უკვე საქართველოშია დაგეგმილი, რაც დიდი მოლოდინით გვავსებს. ვთვლი, რომ ეს ინიციატივა შესანიშნავი მაგალითია რეგიონული თანამშრომლობისთვის და ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ ღონისძიების დაორგანიზება და განხორციელება და ჩვენი ჩართულობა და ჩვენი მონაწილეობა კიდევ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენს, იმიტომ რომ ჩვენ ვაჩვენებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ასეთი პროცესისთვის. ორი მოძმე ქვეყნის, ორი მოძმე ხალხის მომავალი, რა თქმა უნდა, ჩვენს ხვალინდელ დღეზე არის აწყობილი და ეს ხვალინდელი დღე, რა თქმა უნდა, ჩვენს ახალგაზრდობას უკავშირდება.
ფორუმის გარდა საქართველოს განათლების მინისტრი ქალა გუბაში, საზაფხულო ბანაკში ქართულ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის მეგობრული კავშირების გამტკიცებას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გავიცანით, ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ ამ 2 დღის განმავლობაში. ბევრი დღე გვაქვს წინ, მიხარია და ამაყივა რომ აქ ვარ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს განათლების მინისტრმა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის ადას უნივერსიტეტის რექტორმა. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი 3-დღიანი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულებულია. გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. რეგიონის ინფრასტრუქტურის მინისტრი ესტუმრა. რევაზ სოხაძემ ადგილზე სამუშაოებით დაათვალიერა და გამოწვევებზეც ისაუბრა. რეგიონში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება სკოლები, ბაღები და წყალმომარაგების ქსელები. გზების მშენებლობა, სკოლებისა და ბაღების განახლება ეს გურიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ ნაწილია. რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მოსახლეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, მათ შორის სკოლები, ბაღები და სხვა ინფრასტრუქტურა მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროექტები დროულად დასრულდეს და იყოს შესაბამისობაში დღეს არსებულ სტანდარტებთან. რეგიონში ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურაც უკვე გაიხსნა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილი. სამტრედია გრიგოლეთის 12 კილომეტრია მონაკვეთზე კი მშენებლობის პროცესი გრძელდება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოზურგეთი ნატანები, ურეკის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. დღეს რეგიონში მიმდინარე პროექტებს გაიცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძემ შესრულებულ სამუშაოებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით პრობლემურ საკითხებზე რეაგირება მყისიერად ხდება და პროექტები უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს. ქობულეთის მონაკვეთზე სამწუხაროდ ასევე კონტრაქტორმა არ შეასრულა თავისზე დაკისრებული ვალდებულებები და ეს კონტრაქტიც შეწყდა. შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ უკვე ახალი კონტრაქტის ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და წელს უკვე მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია მთელს რეგიონში გრძელდება. სოფელ ნატანებში განახლდება 350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა. მალე თანამედროვე სტანდარტების შენობა იქნება სოფელ შუა ფარცხმის სკოლის მოსწავლეებს. სველი წერტილები, სათამაშო და რეკრეაციული ზონები. სრული რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ნატანების საბავშვო ბაღსაც. სამუშაოებს მონიტორინგს მუნიციპალური განვითარების ფონდი უწევს, სადაც ამბობენ, რომ რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტაც გახდა საჭირო. მუნიციპალური განვითარების ფონდს გურიის რეგიონში 17 მიმდინარე პროექტი აქვს, რომლის ჯამური ღირებულებაც 48 მილიონ ლარს აჭარბებს. რამდენიმე ობიექტზე მოგვიწია ხელშეკრულების გაწყვეტა და ფონდი აკეთებს თავის მაქსიმუმს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს ტენდერის თავიდან გამოცხადება. უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება ქალაქ ოზურგეთსა და ლანჩხუთში. ეწყობა ჭაბურღილები, რეზერვუარები და სათავე ნაგებობები. პროექტებზე 84 მილიონ ლარამდე იხარჯება. 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება ქალაქს. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება წყლის აღების სისტემებს, ასევე აშენდება სერვის ცენტრი. გურიაში საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზების, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტების ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდება. ქუჩის მხატვრობა და ახალი ნამუშევრები თბილისის მაღალ სართულიან შენობებზე საქართველოს მეშვიდედ მურალ ფესტივალს მასპინძლობს. 3 ნამუშევარი უკვე დასრულებულია. თბილისის შემდეგ საგამოფენო სივრცეს საქართველოს სხვა დიდი ქალაქების ქუჩებიც დაემსგავსება. ფესტივალის ფარგლებში ახალ სიცოცხლეს ჯამში 12 შენობა შეიცავს. თბილისის ქუჩებში სეირნობისას თუ რომელიმე მაღალსართულიანი კორპუსის კედელს მოხატულს ნახავთ, ეს შესაძლოა მურალ ფესტივალში მონაწილე ქართველი ან უცხოელი მხატვრის შემოქმედება იყოს. ქალაქის არქიტექტურა და თანამედროვე მხატვრობის კომბინაცია ქუჩებში საინტერესო სურათს ქმნის.
ქუჩის მხატვრობის კვალი კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსს დაეტყო. ბარკეთილში მდებარე 16 სართულიანი ნაცრისფერი შენობა მკვეთრ ფერებში გაფერადდა. ნამუშევრის ავტორი ინდოელი მხატვარია. მისთვის შთაგონების წყარო ქართული ცეკვა და ტრადიციული სამოსი გახდა. პერსონაჟი, რომელიც კედლისთვის შეარჩიეს, სუხიშვილების მოცეკვავეა. ყოველთვის მინდოდა დამეხატა რაიმე ისეთი, რაც ახლოს იქნებოდა ქართულ ცეკვასთან, კულტურასა და ტრადიციებთან და მალევე ჩვენ შესანიშნავი მოცეკვავე ნათია ვიპოვეთ. ჩემი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლებოდა მკვეთრ ფერებში დამეხატა ეს ნამუშევარი. ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის ამ მურალის შექმნა. ბედნიერი ვარ, რომ მურალ ფესტივალის ნაწილი ვიყავი. ბატონმა ბესომ მომწერა, თუ შეიძლება ეს ფოტო ვაქციოთ მურალად, რაც იმას გულისხმობდა, რომ 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე უნდა დაეხატათ ჩემი გამოსახულება. და ნუ ძალიან მიხარია, რომ სწორედ ჩემი გამოსახულება არის თბილისის ნაწილი. ნამდვილი ხელოვნება, აქ მხოლოდ ეს ნახატი არ არის, ძალიან ბევრი სხვადასხვა ნახატებია, რომელიც ასე ალამაზებს ჩვენს ქალაქს და ნამდვილად ხვდება ადამიანების გულებს. რიგით მეშვიდე მურალ ფესტის ფარგლებში ახალი სიცოცხლე შეიძინა ვაზისუბანში მდებარე ორმა საცხოვრებელმა კორპუსმაც. შენობები გამორჩეულმა იტალიელმა და ავსტრალიელმა მხატვრებმა მოხადეს. ნამუშევრებს საინტერესო ვიზუალი და სოციალური გზავნილები გამოარჩევს. ქუჩის მხატვრობის თემატიკას ხელოვანები თავად ირჩევენ. ამ შემთხვევაში მხატვარმა დათო სამხარაძემ ყვავილების კოლაჟის დახატვა გადაწყვიტა. კედელზე ნახატის ესკიზი მზად არის. რამდენიმე დღეში კი ეს მასშტაბური ნამუშევარი გაფერადდება. იდეა იყო ყვავილების დახატვა, მცენარეების კოლაჟის. ზოგადად თბილისში ხო სულ კორპუსებია რა ჩაბეტონებული და მინდოდა რომ გაგვეფერადებინა, გაგველამაზებინა უბანი რა, ეს ადგილი სადაც ვართ. ხო და ბოლო დროს ყვავილებზე ვმუშაობ და ეს ესკიზი მინდოდა რომ გადავმეტანა კედელზე. იმისთვის, რომ ეს ისტორიული გამარჯვება და ამ დღეს განცდილი ემოციები არ დავივიწყოთ, უცხოელმა და ქართველმა მხატვრებმა შექმნეს მურალი სახელწოდებით ბიჭებს. მასშტაბური ნამუშევარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეძღვნებათ და მასზე ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძეა გამოსახული. მურალ ფესტი 2019 წელს დაარსდა. ნელ-ნელა ფესტივალი დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და შენობების ცარიელი კედლები მონუმენტურ ნახატებად, მურალებად გადააქცია. ბათუმი, ქუთაისი, გურჯაანი, გორი. ფესტივალს ყოველწლიურად არაერთი ქალაქი მასპინძლობს. მისი მიზანი კი ერთია: უცხოელი და ქართველი მხატვრობის კოლაბორაციით შექმნილმა ქუჩის მხატვრობამ შენობებზე თანამედროვეობის კვალი დატოვოს. პოპულარული გახდა ქუჩის ხელოვნება, ფაქტიურად მიაღწია იმ სიმაღლეებს და ხარისხმაც და რაოდენობამაც და მასშტაბებმაც, რომ საკმაოდ ბევრი ქალაქი ინტერესდება უკვე და ჩვენის მხრივ რაც შეიძლება ძლიერ მხატვრებს და ძლიერ ნამუშევრებს შევქმნით მთელი საქართველოს მასშტაბით. ქუჩის მხატვრობის ფესტივალი, რომელიც ბერლინისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა, ყოველწლიურად ფართოვდება და კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ფესტივალი მალე რეგიონებში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მონუმენტური და გიგანტური მურალების გამოჩენას მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ელოდოს. ასეთ იყო კურიერი 9 საათზე, ამ ინფორმაციით გემშვიდობებით. ნახვამდის.